13 წლის წინ ერთ ქალბატონს საინტერესო იდეა დაებადა და მის განხორციელებასაც შეუდგა. მერე კინომანების მოთხოვნებიც გაითვალისწინა და საბოლოო ჯამში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მივიღეთ. წელს ეს უკანასკნელი არც მასშტაბურობის და არც საინტერესო ფილმების ნაკლებობას განიცდიდა. მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა 26 ქვეყნის ნამუშევრები იხილა. ძალიან მაღალი დასწრება იყო და ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტ მაყურებელს ენახა ის ფილმები, რომელიც ძალიან სერიოზულად შევარჩიეთ, შეხვედრები ქონოდათ იმ სტუმრებთან, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულად შევარჩიეთ და ბედნიერები ვართ, რომ აი ესეთი ვარსკვლავები იყვნენ წელს ჩვენი ფესტივალის სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ერთი კვირა ვაჩუქეთ ჩვენ კინოს მოყვარულებს. 7 დღიანი დატვირთული პროგრამიდან განსაკუთრებით საინტერესო ფილმების ამორჩევა ისევე გაგვიჭირდა როგორც იდეალური მამაკაცის პოვნა. 26 ქვეყნის ნამუშევრებს შორის ისეთი არ ყოფილა, რომელსაც ფესტივალისთვის შეუსაბამოდ ჩავთვლიდით. თუმცა თქვენთან ყურადღებას ასე თუ ისე ცნობილ და მნიშვნელოვან ფილმებზე გავამახვილებთ. რაც შეეხება ქართულ პროგრამას მრავალრიცხოვან სიას არ ჩამოვყვებით. გეტყვით იმას, რომ წელს კინოფესტივალზე თქვენთვის ცნობილი ფილმებიდან ზაზა ურუშაძის ბოლო გასეირნება და ზურა მენთეშაშვილის Inventor Man მოხვდა. ეს უკანასკნელები შედარებით ახალი ნამუშევრებია და ქართველი მაყურებლისთვის აქტუალური თემატიკის მატარებლებადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ქართველი მსახიობი ვიხილეთ ბოლოდროინდელ სომხურ ნამუშევარშიც. საიუბილეო კლიენტის ორ მთავარ პერსონაჟს შორის ერთ-ერთი დავით კაცარავაა. ამ უკანასკნელის პრემიერა თბილისში 2012 წელს შედგა. ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ფესტივალი და მართლა ღირსეული პრიზიორებიც ყავს ფესტივალს. ამას ყველაფერს უძღვოდა უზარმაზარი ენთუზიაზმი გაგა ჩხეიძის, ნინო ანჯაფარის და მთელი ადამიანების, ვინც მათთან ერთად მუშაობს. მე პირადად მინდა მათ უთხრა მადლობა ასეთი საოცარი ფილმების არჩევისთვის, ასეთი შრომისთვის მართლა და ის რომ აი ეს ფესტივალი ასეთი ფორმით არსებობს ქართველი თბილისელი მაყურებლისთვის. მანამ სანამ გამარჯვებულებზე გადავალთ, არ შეიძლება ფესტივალის მნიშვნელოვანი სტუმრები არ გავიხსენოთ. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი საპატიო გესტი თავად ჯანკარლო ჯანინი გახლდათ. ამ უკანასკნელის მონაწილეობით ქართველმა მაყურებელმა ფესტივალის ფარგლებში 4 ნამუშევარი იხილა. თავად მსახიობს კი მესვეურებმა სპეციალური ჯილდოც გადასცეს. ჩემი 4 უსაყვარლესი ფილმი ჩამოვიტანე. ეს ის ნამუშევრებია, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. თუმცა ის ფილმები, რომლებიც აქაა წარდგენილი, ძალიან მომწონს. ისინი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საპატიო სტუმრებს შორის გახლდათ ასევე ირანელი რეჟისორი მოჰსენ მახმაობაფი, რომლის ნამუშევრებიდანაც პროგრამაში მხოლოდ 2 მებაღე და სალამი კინოს მოხვდა. ეს უკანასკნელი წლევანდელი ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთმა ქართველი რეჟისორების სახით დიდი განძი შეიძინა და ეს ყველა მიცის. რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, ბევრ დამწყებ რეჟისორს შევხვდი, რომლებიც უმჯერესები არიან. და მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხებია ფილმის შესაქმნელად საჭირო, მაინც უფრო მნიშვნელოვანია ის ნიჭი, რომელიც მათ ბუნებისგან აქვთ. რაც შეეხება პრიზიორებს, ფესტივალის დასასრული ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის სლავომირ ფაბიცკის ნამუშევარს სიყვარული გადაეცა. რაც შეეხება ვერცხლის პრომეთეს, საუკეთესო რეჟისურისთვის აღნიშნული პრიზი გიორგი ფარაჯანოვს ფილმისთვის ყველა წავიდა ხვდაწილად. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას ამორიდან არც ერთს უწინასწარმეტყველებდნენ, ფაქტია, რომ ჯილდოებით ხელდამშვენებულები მე-13 კინოფესტივალიდან ფაბიცკი და ფარაჯანოვი გავიდნენ. თბილისში პირველად ვარ და ამ ფილმისთვის პირველი ჯილდო ავიღე. ძალიან გახარებული ვარ. ეს არის კომერციული ფილმი, ეს მცირე ბიუჯეტიანი ნამუშევარია და ეს კიდევ უფრო მახარებს. დავიბადე, გავიზარდე. აი ეს ჩაიტანეთ მონტაჟში. დავიბადე, გავიზარდე თბილისში. მე ვკოცნი ამ მიწას. მე ვკოცნი ამ ქალაქს. მე დავდივარ და მე ვცნობ ნებისმიერ ქუჩას, ფანჯარა, საიდანაც მოდიოდა რაღაცა სუნები, სად იყოს რაღაცა კვირილი, ან სიყვარული, ან რაღაცა. ეს იყო ჩემი ყველაფერი და დარჩეს ყველაფერი. თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმის ჩვენებით ოფიციალურად დაიხურა. შემოჭრა 50 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცის ისტორია. ფილმის სიუჟეტი კი ჩახლართული და იდუმალებითაა მოცული. სიუჟეტში განვითარებული მოვლენები ან რეალური, ან მხოლოდ მოხუცი კაცის წარმოსახვის ნაყოფია. არ ვფიქრობ ხოლმე კონკრეტულად ქართველი მაყურებელმა გაიგოს და თქვათ რაღაცა არ გაიგოს. ვაკეთებ იმ ფილმს, როგორცაც ვფიქრობ, რომ
როგორც მინდა რომ გადავიღო, როგორც წვლის საჭიროდ. ვცდილობ რომ ვიყო გულწრფელი და ეხლა თუ რაღაცები არაკორექტულია პოლიტიკურად ან რაღაცნაირად, ეხლა ეს ჩემი საქმე არ არის. შვიდდღიანი ფესტივალის ფარგლებში გადაჭედილი კინოთეატრები კვირასდაც არიელდა. აწი რუსთაველში და ამირანში ჰოლივუდურ კინოს და საახალწლო ნამუშევრებს უნდა ველოდოთ. გეგმაში 1-2 ქართული ფილმის პრემიერაცაა. თუმცა საწყენად არ ვამბობთ და ეს უკანასკნელები თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამასთან ახლოსაც ვერ მივლენ.